გურამ წიბახაშვილის ამ ახალ ექსპოზიციას ასვლა ჰქვია. ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის დოკუმენტური და კონცეპტუალური ნამუშევრები თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გამოიფინა. სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ექსპოზიციაც ამ მუზეუმში მოამზადეს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამ გამოფენის კონცეფცია კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებს, სიყვარულსა და თავისუფლებას უკავშირდება. გამოფენა რეტროსპექტულია. გურამ წიბახაშვილის 1988-2016 წლებში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვება საქართველოს უახლეს ისტორიას. გურამ წიბახაშვილის გამოფენა მისი ოჯახის წევრების გარეშე გაიხსნა. მის შვილებს ლადოსა და გიგა წიბახაშვილებს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გურამის მეუღლე მანანა ჯავაშვილი ერთი დღით იყო დაკავებული და გამოფენის პრეზენტაციას მოგვიანებით შეუერთდა. გამოფენის სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში. გურამ წიბახაშვილის ნამუშევრების ამ უჩვეულო და განსაკუთრებული ექსპოზიციის ნახვას ფოტოგრაფიის მოყვარულები კიდევ 3 თვის განმავლობაში შეძლებენ. Რაღაცა ღირებულებები არსებობს, როგორც არის სიყვარული, თავისუფლება, სამშობლო, დედა, მამა და მგონია რომ ეს არის მთავარი ღირებულებები ადამიანის. და ეს უაწუხებს ყველა ადამიანს. და აი ამ თვალსაზრისით გაკეთდა ფოტოების და შეირჩა ამ თვალსაზრისით და იქითა კედელზე არის 90-იანი წლების მოვლენები და სადაც არიან ბევრი ადამიანები და ხვდები რომ აი ეს ადამიანები არიან ვისთვისაც ეს ღირებულებები არის მნიშვნელოვანი. და აი ესე მოხდა რომ სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები გაერთიანდა ამ თვალსაზრისით. ჩემი მეუღლეს ერთი დღე პატიმრობა და ჩემი შვილები 8 დღე იჯდებიან. რას იზავ? ეს არის სასჯელი, რომელსაც თulis სახელმწიფო რომ მათ უნდა მოიხადონ და მოიხადონ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ პროტესტი არაკანონიერების წინააღმდეგ პროტესტი არის მნიშვნელოვანი, ასევე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება. და მათ ისინი ამ ღირებულებებს ატარებენ. მეც მათ გვერდზე ვდგევარ, უბრალოდ იმ დღეს არ ვიყავი იქ, მეტი არა. ის ისტორიული მონაკვეთი, რომელშიც მე აღმოუჩნდი ამ გამოფენაზე მუშაობის წყალობით, ეს იყო ჩემი ახალგაზრდობა, ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, იდეები ქვეყნის თავისუფლების და თავისუფალი დამოუკიდებელი განვითარების, რომლებმაც ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის იდენტობა განსაზღვრა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 30 წლის მერე, ცოტა მეტი კიდე აი ამ გზასთან დაბრუნება და მით უმეტეს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან რეფლექსიასთან მიყევ ხარ გამოსახულებას, რომელიც თვითონ არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი, გარდა იმისა, რასაც ის ასახავს. და როდესაც ეს გამოსახულება ისეთ მეტრი სეკუნდის, როგორც არის გურამ წიბახაშვილი, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ქმნის იმას, რომ მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნებისთვის რაღაცნაირად ისტორიულად მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ამ გამოფენით. ეს არის ღრმა, ძალიან საინტერესო, ძალიან ინდივიდუალური, სუბიექტური, ფილოსოფიური ხედვა ამ სამყაროს. ასეთი ადამიანებით ქვეყანამ უნდა იამაყოს. და ის რა დღეშიც არის, დღეს რა ბედნიერება, რომ მაინც გამოფენა გაიხსნა, მიუხედავად ყოველივე ყველაფრისა, რაც დღეს ხდება ჩვენს გარშემო.